რომელ ენაზე უნდა ვთქვა ვაშა, რომელ ენაზე უნდა ვთქვა ბავშვი, რომელ ენაზე უნდა ვთქვა ლაშა, რომელ ენაზე უნდა ვთქვა მახვში, წუთის სოფელო, წყარო რომ დაშრეს, როგორც დაუშრათ წყარო ლატინებს, ვაიმე ამდენ ჯიშიან ბავშვებს, რომელ ენაზე გამანათვლინებ. როცა ეს პროექტი დაიწყო, პირველ ხანებში ნაკლები იყვნენ ბავშვები, მაგრამ იყვნენ ძირითადად უფრო დაწყებითი კლასის ბავშვები და ყველა მასწავლებელს გვიწევდა კვირაში 1 ან 2 დღე. მე მაგალითად სამშაბათობით ვამეცადინებდი ხოლმე და იყვნენ დაწყებული მე-4 კლასიდან მე-10 კლასის ჩათვლით. სხვათაშორის 1-2 აზერბაიჯანელი ბავშვიც იყო და მე პირადად ვეხმარებოდი რა თქმა უნდა ჯერ ქართულში, მერე ისტორიაში შემეძლო ცოტა გეოგრაფიაში. დანარჩენი მასწავლებლები თავიანთი პროექტებით ასწავლიდნენ და ასე მიდიოდა, მაგრამ ეს ძალიან კარგი პროექტი იყო. ბავშვებსაც დაეტყოთ, მინდა გითხრათ, რომ ეს ყმაწვილი ჩემი ყოფილი მოსწავლის ვაჟია. თქვენ ახლა იმყოფებით ოფისში, რომელიც დმანისისთვის მომავლის პროექტად ითვლება და ეს არის ცენტრი, რომელშიც ყველა სიამოვნებით მოგზენდება. აქ მოსვლა შეუძლიათ არა მარტო 60+ ხანდაზმულებს, არამედ ახალგაზრდებს, რომლებიც ხანდაზმულებთან საინტერესო დროს ატარებენ. ეს ცენტრი გაიხსნა 2021 წელს. პირველ ეტაპზე იყო მხოლოდ შინმოვლის პროგრამა, ხოლო მოგვიანებით 2022 წელს ძალაში შევიდა უკვე მეორე მიმართულებაც, ეს გახავთ დღის ცენტრი, რომელშიც ხანდაზმულები დადიან, იმიტომ რომ თავისუფალი დრო მათთვის თავისუფალი დრო გაატარონ შინაარსიანად. დღის განმავლობაში ხანდაზმულებს შეუძლიათ გაერთონ სამაგიდე თამაშობით, ჩაერთონ სხვადასხვა მიმართულების აქტივობებში, მაგალითად თოჯინების თეატრის სპექტაკლებში, ასევე მუსიკალური ნომრების შესრულებაში, ცეკვისა და სიმღერის წრეებში, ასევე სპორტულ ღონისძიებებში, მამაკაცები უფრო მეტად დაკავებული არიან ჭადრაკის წრით, ნარდის წრით. ქალბატონებს ძალიან უყვართ აგრეთვე ხელსაქმის კეთება, რისთვისაც სიამოვნებით ხარჯავენ დროს, რესურსს ხშირად თვითონ პოულობენ და მერე აკეთებენ საინტერესო ნაკეთობებს, რომელ ნაკეთობებსაც ხშირად გამოფენებზე გაიტანენ ხოლმე და იმ აღებული ფულით, რასაც მოიპოვებენ თავიანთი ნაშრომიდან, ასევე დღის ცენტრის კეთილდღეობისათვის იყენებენ. ჩვენი ყოველდღიური აქტივობა გვინდა რომ იყოს განსხვავებული, ამიტომაც სულ ძიებაში ვართ მათთან ერთად, რა თქმა უნდა, რა მოეწონებათ, როგორ უნდათ მომავალი დღე იყოს საინტერესო მისთვის, როგორ დავგეგმოთ, რა გავაკეთოთ და მათი სურვილია, რომ ხშირად იყვნენ ბუნებაში, ნახონ ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რისთვისაც ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ პროექტის ხელმძღვანელებთან ერთად, რომ ბევრი ექსკურსია მოგვეწყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ეჩვენათ, ენახათ კულტურული ღონისძიებები, როგორიც იყო მაგალითად მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლები და რუსთაველის თეატრის სპექტაკლები. არა, შენ თვითონ გააკეთე, შენ მხოლოდ მიხსოვ. მე მოვიდეს. აქედან აი მაგალითად ფოტოს გადაღება. აქ ვასწავლდი პროგრამირებას, ჯერ მე შევისწავლე, შემდეგ ვასწავლდი ბავშვებს და ხანდაზმულებს და დღესდღეობით თავად პროგრამირება ძალიან განვითარებული სფეროა, კოდინგობა და აუცილებელიც კი არის, რომ რაღაც დონეზე ყველა მიცოდეს კოდინგი. ყოველ დღე მოვდივდი ხალისით, რადგან ამ სფეროს ვარ დაინტერესებული და ზოგადად მინდა რომ ამ სფეროს გავყვე და რა ქვია, ბავშვებთანაც ისეთი კარგი ურთიერთობა ქონდა და გულდასმით და კარგად გვისმენ ისინი და არავის რასი არ გაწევიდეს. ყველაზე ასაკიანი, ვისაც ვასწავლდი, იყო 68 წლის ქალბატონი იმის. აი აქ დააჭირეს.